მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით ესეთ პატარა ინფორმაციას, რომ 11, 12 და 13 მაისს არის ფასდაკლება, ანუ პირადი დიაგნოსტიკა, პირად ურთიერთობასთან დიაგნოსტიკა არის 30 ლარი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ, იმიტომ რომ ბევრს ნამდვილად ვერ მივიღებთ დღის განმავლობაში, ასე რომ ეს ფასდაკლება შეიძლება გამოიყენოთ და ნახოთ რა იქნება პირადში. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა გადაწყვეტილება აქვს პარტნიორს თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ნახოთ, რა ურთიერთობა მოვიდა ჯერ სასაუბროთ და მერე უკვე ნახოთ, რა გადაწყვეტილება აქვს პარტნიორს თქვენთან მიმართებაში, რა ურთიერთობაზეა საუბარი. ურთიერთობა, სადაც აშკარად ადამიანი ეხლა ამ ეტაპზე არის გასული, ასე ვთქვათ, შეიძლება პაუზა აქვს, შეიძლება უბრალოდ რაღაც სხვა მიმართულებისკენ იხედება ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე ფაქტიურად, ვიღაცის შეიძლება რაღაცა მომენტში დასრულებული ურთიერთობაც არის, რომელიც ვთქვათ, ფიქრობს წარსულზე, ხო, რაღაც ესეთი მომენტის მდგომარეობა, ხო, დავასრულეთ ურთიერთობა, მაგრამ მაინც ეს დასრულება არ არის თითქოს ბოლომდე დასრულება, სადღაც მაინც რაღაცა დავიტოვე უკან მისაბრუნებელი სიტუაცია, რაღაცა ესეთი სიტუაცია მოვიდა ხა ჩვენთან. ნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა. ჯერ კიდევ არ იცის, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია რა უნდა, როგორც ჩანს ურთიერთობიდან. აქ შეიძლება სამკუთხედი სიტუაცია არის და აქედან გამომდინარე ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რაღაცა არის დაფარული ესეთი მომენტები, რასაც შეიძლება ვერ გეუბნებოდეთ უბრალოდ თქვენ, მაგრამ ზუსტად იცის, რომ აქ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც უნდა მიიღოს. უბრალოდ ჩიხშია შესული სიტუაცია. ნახეთ, აქ თუ სამკუთხედი სიტუაცია, აქ უბრალოდ უნდა მიიღოს ადამიანმა ხო გადაწყვეტილება თქვენსკენ წამოვიდეს თუ იქ დარჩეს, სადაც არის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამაში ვერ არის ჩამოყალიბებული, ალბათაც იმიტომაც არ აქვს ბოლომდე კი დაასრულა, მაგრამ ბოლომდე არ მოიტოვა. ყოველ შემთხვევაში ადამიანს უნდა რომ მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, უნდა რომ რაღაც მოატრიალოს სიტუაცია სათავისოდ და თავის გეგმების შესაბამისად, ეცდება აქ ურთიერთობაში კვლავ მოსვლას, კვლავ აღდგენას ურთიერთობის კომუნიკაციას, ვერ გეტყვით რომ არ ეცდება, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ემოციას აძლევს, რომელიც ძალიან ბევრ დადებით ენერგიას აძლევს. ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე, მაგრამ ალბათ